თუ ერთმანეთს კოცნი? რა? ამჯერა ზლატა ჩემი მეგობარი ორსულადა. მოიცა შვილი გეყოლებათ? ნახოთ. არ მინდა დავიჯერო. არც მე. მაშ რა, ერთმანეთს კოცნიან? არტური მამა გახდება? 3-2-1-0 თქვენ მის ნიკოლის არსი ხართ. დღეს ჩვენ ვაპირებთ თქვენთვის გასაოცარი ახალი ვიდეოს გადაღებას. ასეთი რამ YouTube-ზე მანამდე ნანახი არ გექნებათ. ჩვენ ვაპირებთ ბომბის გაკეთებას. დღეს ჩვენ გვაქვს დაუჯერებელი ახალი, მაგარი, საუკეთესო ჩელენჯი. გაჩერდი, მეგობრებო, ჩემს გალეს უნდა გადაიღოთ ეს ყველაფერი. და რატომ? ზოტა რა მოხდა? არაფერი, ესე უბრალოდ უჩემოდ გადაიღეთ. რატომ იქცევი ბავშვივით? ზოტა. რა? რა მოხდა რა სჭირს ლატას? ის ამ დილით ძალიან უცნაურად იქცევა. კარგი, თუ გადაღებას ვაპირებთ, უნდა გადავიღოთ. რა თქმა უნდა. აქ გადავიღოთ, დავიწყოთ. 3-2-1-0 თქვენ მის ნიკოლის არსი ხართ. კარგი, მოიცადე, მეც ვერ ვიქნები ვიდეოში. შენ რა სიტყვი, შენ რატო ვერ იქნები ვითომ? მე ვერ გეტყვით, აბადროებით. არტურ. ისე როგორც ჩანს, ყველა გაგიჟდა, ყველა სადღაც მიდის. ყველა ვერ მონაწილეობს ვიდეოში, რა ხდება? არ ვიცი რა ხდება. არ მგონია ვიდეოს გადაღება გამოგვივიდეს. ჩვენ უნდა გავალპივათ რა ხდება. მარჩა უცნაურად იქცევიან. მივყვეთ და ვნახოთ, სად წავიდნენ. ეს ძალიან კარგი იდეაა. მოდი გავფრინდეთ. ზლატა, რატომ წახვედი, რა ხდება? აღარ შემიძლია ამის დამალო, ისინი ჩემი მეგობრები არიან. ისე ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ჩვენი საიდუმლო იქნებოდა. კი, მაგრამ ასეთ ცხოვრება აღარ შემიძლია. ამის შესახებ ვერავინ ვერაფერი უნდა გაიგოს. მე ისმის, მაგრამ ბოგდანზე და ნიკოლზე რა სიტყვი, ისინი ძალიან გვენდობიან. ზლატა, ჩვენ ყველაფერი გავიგონეთ, რას გვიმალავთ? არ შემიძლია, ყველაფერი უნდა უთხრა. ზლატა, ჯერ არა გთხოვ, არ უთხრა. რა ხდება? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? არტურ, ბოდიში ამდენხანს ვერ დამალა, უნდა გითხრათ. ზლატა, არ გაბედო. კარგი, ახლა არაფერი მესმის. კარგი, არაფერია, ვერაფერს ვერ გეტყვით. არაფერია, რას ნიშნავს ეს, ჰა? ახლავე გითხარი. მიშველეთ. მეგობრებო, კარგი ბოდიში, ალბათ ჯობია სახლში წავიდე. არის რამე რისი თქმაც გინდა? არაფერი მაქვს სათქმელი, კარგი, მეც მივდივარ სახლში. არტურ? რა იყო ეს? სად მიდიხარ? სახლში. რატომ იქცევიან ისინი დღეს ასე უცნაურად? ჯერ კიდევ არ მესმის, რატომ გვიმალავენ რაღაცას. დიახ, ისინი ჩვენი მეგობრები არიან, ეს არ არის სამართლიანი. ან იქნებთ რაღაც ისეთი არის, აღიარებად წხვენიათ? ჩანდება დაბნეული ვარ მათი თვალთვალი, რომ შეგვწევდა გამომჟღავნებდით ყველაფერს. მე შემიძლია მათი ტელეფონის გატეხვა და GPS-ით მათი ადგილმდებარეობის დადგენა. შენ შეერჩი არასოდეს მეპარებოდა დღეს ერთი ვიდეო უნდა გადავიღო, მაგრამ სულ სხვა იქნება. დღეს ჩვენ ვაპირებთ 24 საათი გავატაროთ ჩვენი მეგობრის თვალთვალში. ჩვენ ვაპირებთ გავარკვიოთ მათი საიდუმლოებები და გამოვამჟღავნოთ ისინი. ყველაფერი რისი დამალავს უნდა ჩვენგან, ჩვენ გავარკვევთ და გაჩვენებთ. ჩვენ გავაკეთეთ. გამოვიდა? რა მოხდა? ზლატას ტელეფონი გავიგე ეს მისი სად არის? ტელეფონია? დიახ, ახლა ჩვენ დავუკავშირდებით არტურის ტელეფონს და კარგად ვიქნებით. GPS-ი აჩვენებს, რომ ისინი ახლოს არ არიან, ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ჯერია, სად არის არტური? ისე კოორდინატების მიხედვით ის სადღაც აქ არის. არტურ, შენ ვერ დაგვემალები. ჩვენ მაინც ვიკოვით მას და გავარკვევთ სიმართლეს. აი ის არის. დიახ. ის უცნაურად იქცევა, ვიღაცას ელაპარაკება. ის რაღაცას აპირებს. რაღაცას, ნეტა რას? განმევზოთ თვალთვალი, ჩვენ გავარკვევთ, დარწმუნებული ვარ. სად არის? ის ბობალთან ახლოს იყო. ჟენია, შეხედე. ჯანდაბა, აქ რაღაც ხდება. ავიდეთ ზემოთ და ვნახოთ სად არის. ზემოდან უკეთესად დავინახავთ. ზუსტად. მოდი გავაკეთოთ ეს. მართალი გითხრათ, უკვე მეშინია, მე შემოგთავაზეთ, მაგრამ უკვე მეშინია იქ ასვლა. მოდი ნუ იქნები ბავშვი. მაინც ვიპოვით და ვნახოთ სად წავიდა. მეგობრებო, ძალიან მაწუხებს რაღაც. ბოგდან, შენ ყველაზე დიდი შიშარა ხარ აქ. შიშარა ვარ? ხო, აბა მე ვარ. შიშარა ვარ, ხო? თქვენ ნახავთ ახლა რას გავაკეთებ. არა, ბოგდან, არ გააკეთოთ, ხო, ბოგდან, არა. საკმარისია თამაში, ვნახოთ სად არის არტური. მოდი, ნახე, სად არის? მიდი, ნახე, სად არის? მეჩვენება თუ ის იქაა. მართალია. ის არის. იეს, ჩვენ ვიპოვეთ იგი. ის ჩვენგან ვერ დაიმალება. მართალია. ახლა ჩვენ ზუსტად გავიგებთ რას აპირებს. ის უცნაურად იქცევა, ფიქრობ რაღაც უბედურებაშია. ჩვენ მალე გავიგებთ. სანამ ჩვენ აქვართ მის ელექციას არ დაუშვებთ. ჩვენ თვალს ვადევნებთ არტურს. რატომ ვერ ხედავს სად არის ზლატა? შეამოწმე GPS-ი. ნახავ. რა არის იქ? საინტერესოა, სადღაც აქვეა. მართლა შეხედე ბოგდან, ის ძალიან ახლოს არის. ასე რომ ისინი ერთად არ წასულან, მაგრამ ახლა ერთმანეთს უნდა შეხვდნენ.
ისინი აუცილებლად რაღაცას აპირებენ. წავედი. მიდი, იჩქარე სანამ წავა. სიამოვნებით მოვისმენდი რაზე ლაპარაკობს ის იქ. ო, მაგარი იქნებოდა. არ ინერვიულად მე მოვისმენ. როგორ? ჩემ გჭირდება შენი ღვაწ. მეგობრებო, დღეს მთელი დღე უთვალთვალებთ ზლატას და არტურს. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ მათი საიდუმლო ცხოვრება, მაგრამ იცით რა? მე ვიცი თქვენი საიდუმლო ცხოვრება. ზუსტად ვიცი ვინ არის ჩვენი გამომწერი და ვინ არა. და იქ ხარ. მე ვხედავ რომ არ გაქვს გამოწერილი და არ ხარ გამომწერი. მე ვხედავ ამას და შენ თვალებში ვხედავ რომ არ გამოგიწერია. სწრაფად შეცვალე ეს სიტუაცია. ჩვენ ახს გამოწერის გარეშე ვერ უყურებ. ამიტომ ჩქარა დააჭირე ღილაკს და გამოიწერე. გამოიწერე. იყავი კარგი მაყურებელი. მოა. მალე სანამ არტური გაიქცევა. იმედია შენია მალე მოვა. აი ჩვენი შენი ღვაწ. რა არის ეს? არიკებია შენთვის და ჩემთვის. მაინც საგიდა რომ გააკეთო. ვითომ უცხოელები ვართ და გადამცემს შუმად დავუყენებთ. კარგი, მოდი ვცადოთ. იმედია არ გიცნობთ. ჩაიცუ ჩემი ქურთუგი, შეიძლება გიცნოს. მართალია, მადლობა. რომელი ქვეყნიდან ვართ? იტალიიდან ვიყოთ. გადამცემი თან მოიტანა? რა თქმა უნდა, შეხედე. თავარია ეს გადამცემი ჯიბეში ჩაიდოს, ისე რომ არ შეამჩნიოს. მართალია. ახლა მივდივართ მასთან და ვიწყებთ კამათს. გაიგე, უბრალოდ არ შეხედო მას. ასაკეთებთ აქ? ეს უცხოელები უცნაურები არიან. არ გამომყვეთ. იმედია გესმის ჩემი. აუ, დავიღალე. ვახ, ეს უცნაური იტალიელები, ის ფსუქანი კიდე ბოგდანს გავდა. კარგი არა უშავს, უკეთესი საქმეები მაქვს. რა ხდება, როგორ მიდის საქმე, მოარხერხეთ მისი დაყენება? თური იყო, მაგრამ გამოვიდა. დიახ. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავიბონოთ ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს? რას ამბობს? ჩუმად მე უსმენ. ზლატა გეუბნები ხალხმა ჩვენზე რომ გაიგოს გადაირევიან და არ მინდა მათ ამის შესახებ იცოდნენ. ეს ჩვენი პირადი ცხოვრებაა, კარგი? რა? რას ამბობს? არც კი ვიცი ეს როგორ გითხრათ. რა, მიდი თქვი? არტურმა თქვა რომ მასა და ზლატას შორის რაღაც ურთიერთობა იყო. რა? არ ჯერა რომ ისინი რეალურად ხვდებიან ერთმანეთს. კარგი, გაჩერდი, ნუ ვიჩქარებთ დასვენების გამოტანას. ჯერ არ არის დადასტურებული. ახლა მივყვეთ ზლატას. ასე ჩვენ ნამდვილად გავიგებთ სიმართლეს. კარგი, ზლატა სადღაც აქ არის. მიდი, იჩქარე, ჩვენ მიტოვით მას. ის არის, აი შეხედე. ის აქ არის, მივყვეთ მას. ზლატა ტატუ სალონში შევიდა. მან ტატუს გაკეთება გადაწყვიტა? რა ირონიაა, დედა მიცის? როგორ ფიქრობ, ტატუ კარგია თუ ცუდი? იმიტომ რომ მე პირადად შოქში ვარ, რომ ზლატა ტატუს გასაკეთებლად წავიდა. რა თქმა უნდა, კარგია რომ გავყავით, მაგრამ გული ძლევა რომ არაფერი გვითხრა. ტატუ ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია. მას ჯერ შეეძლო ჩვენთან კონსულტაცია გაეარა. ბოგდან. შენი ღვიის ოსტატი ხარ, რასაკეთებ მან? შემბრუნდი მაინც. არ ვიცი. კაპიშონი მჭინოთ უნდა ჩამოიწიო და ვერ დაგინახავენ. რომ დაეჭირე, იცი რა მოხდებოდა? რაც მქონდა იმით დავიფარე თავი, აბა შენ ხო არ ამოგეფარებოდი. იღლის უკან დაგმანოდი და ვერავინ ვერ დაგინახავდა. საკმარისია და ტარგი გავაგრძელოთ მისი ყურება. ჩამოდი. რა არის ეს? ეს საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია. ვისთვის სჭირდება მას ბავშვის მე ტანსაცმელი? ყველაფერი ვიცი ამის შესახებ. ეჭვი მაქვს, მაგრამ არ მინდა დავიჯერო. ის ისეთი პატარაა, მე მგონია რომ მისთვის არის შეკერილი. მაგრამ ეს შენთვის არ არის. ჩუმად წამოდით მალე. არ მინდა დავიჯერო. არც მე. რომ მიცოდე რაზე ლაპარაკობ, არც დავიჯერებდი. ნიკოლ, შენს ფიქრობ იმას, რასაც მე? ხო, მგონი ზლატა ორსულადაა და ბავშვის ერთ ზარჩელს. და არტური მამა? დიახ. მეგობრებო, ის მოდის, წავიდეთ. ამჯერა ზლატა ჩემი მეგობარი ორსულადაა. დიახ, და არტური მამა. და რატომ არ გვითხრა? ის ალბათ შეშფოთებულია და შეშინებულია. ეშინია რომ მას ასეც არ მაგრამ მივიღებთ. ჩვენ მივიღებთ მასაც და ბავშვსაც. დიახ, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ.
და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ. მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ ერთ დღეში ამდენს ვისწავლიდით. დიახ, მართალია. მეგობრებო, თხოვოთ მოიწონოთ ვიდეო თუ თქვენს შოქში ხართ. შეგიძლია მისიდან ნახვა? დიახ, იქ არის. კოორდინატების მიხედვით არტური სადღაც აქ არის. ვაუ! მათ გადაწყვეტეს ბოლოს და ბოლოს შეხვედროდნენ. რას ნიშნავს, რომ ისინი აშკარად ინახავენ ჩვენგან საიდუმლოებას და ჩვენ გავარკვევთ რას აკეთებენ ისინი და რას გვიმალავენ. ყველა ჩუმად იყავით, დაჯექით და ნახეთ რა მოხდება შემდეგ. ეს ნახე, ისინი ჩაყუთებულები არიან. მე თვითონ შოქში ვარ. და ის არ ეხუტება მას როგორც მეგობარს, ისინი შეყვარებულები არიან. არიან. თუ არტურის ზლატას ხვდება, ეს სიგიჟეა. მათ ეს ჩვენგან არ უნდა დაემალათ. ჩვენთვის უნდა ეთქვათ, ასეთ რამეს ხომ მეგობრები არ მალავენ. ერთმანეთს კოცნიან? ღმერთმან უკნას. ფიქრობ, ახლა კარგი დრო იქნება უსასვენებით მათი ნათქვამის მოსმენისთვის. აბა ნახო, თუ რამე ამას რძენია, არ ვიცი მინდა თუ არა ამის მოსმენა. ძალიან მომინატრე ზლატა. მეც ძალიან მომინატრე, ისეთი სიმპათიური ხარ. ზლატა, შენ ძალიან ლამაზი ხარ. ის ვინა დაარწმუნებული ხარ, რომ ისინი არაფერს არ ეჭვებენ? იმედი მაქვს არა. მერტო ვეღარაფერს დაუმალავ მათ. ძალიან ძნელია. აბა რას ამბობენ? არტურმა თქვა, რომ ზლატა ძალიან ლამაზია და ერთმანეთი ინატრებოდათ. რა, ისინი ნამდვილად ხვდებიან. არტური და ზლატა, მერტო ჩემო, დამშვიდი, ბუნებრივია, იქნებ კოცნიან კიდეც. კოცნა, ვერც კი წარმოვიდგენ, ნახეთ სადღაც მიდიან. გავაგზავნოთ თვალთვალი. საუკეთესო ნაწილი წინ გველოდება. რაჰა, ხელები ჩაკიდეს. ავად გავხდები. ეს რა არის? ვინ, ეს არტური და ზლატა. არა, შეხედეთ, ისინი სკამზე დასხდნენ იქ. უბრალოდ ჩართე და მოусმინე რას ამბობენ. ძალიან მიყვარხარ. სიყვარული მშვენიერი ბზნობა, მეც მიყვარხარ. ზლატა, მადლობა აქ ყოფნისთვის. ძალიან ცივა აქ. მოდი აქ. მადლობ, რომ ხელები გამითბე. იცი ძალიან მომინატრე. მოიცადე ეს რა არის? შენს დაინახე ეს? კი. მოიცადე ერთი წუთი. კი რას აკეთებთ აქ? რას გვიმალავ? როგორ ბედავ ასეთი საიდუმლოს დამალვას? რატომ არ გითხარით? ჩვენ შენი მეგობრები ვართ. ერთმანეთს კოცნით? როგორ ბედავ ჩვენზე თვალთვალს? მთელი დღე ვითვალთვალებდით? რა თქმა უნდა, მთელი დილა უცნაურად იქცეოდით, ვიდეოს გადაღება არ გინდოდათ და მერე წახვედით. ამის მიზეზი არსებობს. და მაინც ეს ჩვენი პირადი ცხოვრებაა. ჩვენ ნახეთ თქვენი პირადი ცხოვრება, შეყვარებულებო. არ მეგონა რომ შეყვარებულები ვიყავით. რა? შეყვარებულები? კარგი, რა, მე დავინახე რომ თქვენ ორმა ერთმანეთს ხელი ჩაკიდეთ და სიყვარულზე ლაპარაკობდით. ისე ხელები ჩავკიდეთ, რადგან დაციებული ვიყავი და სიყვარულზე ვისაუბრეთ, რადგან? არ გაბედო ლაპარაკი. რა, მითხარი. გითხარი. არტულ ბოდიში უნდა ვთქვა, არტულ სტუპისალი დაყავს. რა? ამდენი ინფორმაცია არ მიხარია რომ გითვალთვალებდით. რატომ არჩევდით? მართლა უსუვად ხარ? არა, სინამდვილეში მისი ტყუპისალი დააორსულად და ერთ ურჩევდი, რადგან კი კარგი გამომება მაქვს. მისთვის ვარჩევდი ამას. ზლატა, შენ დამაღალატე. მე მეგონა ბავშვი გეყოლებოდა. არა, უბრალოდ ბურგერი ვჭამე. არ გიტყოდი ბავშვი რომ ყოლოდა. არა, მგონი მე ვარ ორსულად. მაშინ მოვაბორეთ თქვენი ურთიერთობა და რა შუშია ეს ყველაფერი არტურის დასთან? ბავშვობაში ერთმანეთს დაგვაცილეს და დიდი ხანი არ ვიცოდი სად იყო, მაგრამ შემდეგ როცა ის ვიპოვეთ, შოქში ვიყავით. აი მისი ფოტო და მე და ზლატას მისი მომავალი შვილისთვის საჩუქრის გაკეთება გვინდოდა. გილოცავ, მას შენ და ზლატა არ იქნებით შეყვარებულები? ნახოთ. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის არსე ხართ. მადლობთ რომ მოგურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ მოწონება და ჩვენ წავედით ნაყვანდის.